პრეზენტაცია გავაკეთე ამ თემაზე. მოგესალმებით. მოკლედ დღეს მე აღვხსნი იმას თუ დიეტები რატო არ მუშაობს, რატო აღვხსნი ამას, იმიტომ რომ მე თავად მქონდა მაგაზე პრობლემა და ვიყავი დამოკიდებული დიეტებით და მქონდა კვებითი აშლილობა. რატო ვიღებ ამ ვიდეოს, როცა ვარ ტურიზმის ფაკულტეტის მოსწავლე, კიდე მოსწავლე ვისკი, სტუდენტი. ვიდეო ვიღებ ზოგადად ფსიქოლოგია მაინტერესებს და ეგ თემათაც მე ვიცი, მეთქი გავაზიარო უნდა ცოდნა, იმიტომ და განზიარო სხვას დაეხმარება. Yay. Let's go. Მართლა სერიოზულად ვიყავ, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს და ძალიან ბევრს კი არა, ეს არის რა ვიცი, ბიზნესია უკაცნობილი მაგას. დიახ, უნივერსიტეტში ვარ. Yay. მოდი დავიწყოთ. ანუ ჩემი სიტყვებით დავწერე ყველაფერი, არ არის ძნელი არაფერი და განკრეულ ენაზე დავწერე. მოდით ჯერ უბრალოდ აქ ჩავსვამ ფოტოს განაკვირა მეზრებას ხელთა ჯერა და მონიტორზე ჩვენი პროგრამა. ეს რა არის კვებითი ჩვევა არის, რომ ყოველ დღე დაგეკეთებ სისტემატურად ერთ და იგივე მოქმედებას და ერთ და იგივე მიდგომით უყურებს საკვებს რა. ხოდა ეს ჩვევა არ არის თანდაყოლილი, ეს არის შეძენილი რა, სოციუმიდან ჩაულებს შეხედე, მეგობრებს შეხედე და აი თუ ისე შენაც ეგან გაუცნობიერებად თუ გაცნობიერებად რა, ეს ხდება ვიცი. ავტომატურად ხდება საკვებ. ხოდა მოდით მაგალითი მოვიყვანე მე აქ 7 წლის ასაკის, მეახლობით 7 წლის ასაკის ბავშვის რა, ჯამთელი ჩვეულებრივი სტანდარტული ბავშვის მაგალითი, ანუ სტანდარტული ჯამთელი ბავშვის მაგალითი მოვიყვანე აქ. როდის ჭამს ბავშვი? რატო ჭამს ბავშვი? ბავშვის მაგალითი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ჩვევა საკმაოდ ხშირად არის, რომ პატარაობიდან გვეწყება. და შესაბამისად მაგიტომაც. ანუ ჩვეულებრივ ბავშვი ჭამს სასურველ, მისთვის სასურველ საკვებს, ხო? ჭამს, როცა ფიზიკურად მართლა მოშირდება, აი მართლა როშია, მაგით ჭამს, არ ჭამს, იმიტომ რომ მოეწყინა, ჭამს, იმიტომ რომ გააბრეზეს, როგორც ჩვენ ჩვევია, რომ ემოციების გამო ჭამთ. ბავშვი ჭამს, იმიტომ რომ მოშირდება ფიზიკურად. всё. ბავშვი ამთავრებს ჭამს, როცა უკვე დანაყრდა, ხო? და აღარ უნდა, ხო? აი დანაყრება, ფიზიკურად დანაყრება, ხო? არ ფიქრობს ნეგატიურად საკვების მიმართ, ანუ ეს საკვები არის ცუდი, არა ჭამს, არ უნდა ჭამო, ნაკლები უნდა ჭამო, არ შეიძლება. ანუ არ ფიქრობს საკვებს საერთოდ. ჭამს, იმიტომ რომ კონდეს ენერგია, ჭამს, იმიტომ რომ მოსწონს, ჭამს, იმიტომ რომ იაქტიუროს მეტი. იმიტომ რომ ენერგია საკვები. ხო და მოდით ნახოთ რა არის არაჯანსაღი ჩვევა. გახსოვთ ხო ფრაზა ჭამე ბოლომდე მოასუნთავე თებში. ეგ იწვევს, რასაც იწვევს და მე სხვა შორის არ ვარ მშობლებს, იმიტომ რომ ადრე მართლა იყო დრო, რომ საკვები არ იყო ბევრი და ეხლა, როცა საკვები ბევრია, არასავადებელო ჭამა ბოლომდე, თუ აღარ გინდა და გწრობლად ანაყარდი, ჯობს დატოვო. არ გადააგდო, დატოვე, შეიძლება დატოვო. ვიდრე ისევ შენს ორგანიზმში ზედმეტად მიიღო. ზოგადად ისედაც შეფერილობის გზნობა რისთვის ხო შეგეძლო რომ დაგეტოვებია. აი ემოციების დროს რომ ხტენიან საჭმელს. ეგეც არის არაჯანსაღი ჩვევა, იმიტომ რომ ეს ჩვევა მე რეგროვდება და მე რო ისდები, მე რო უკეთო, აი მე რატო ჩარბიზონა. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს ეს არის რომ აი ხუდამე რომ ჩემი შვილი მაგას არ ჭამს, ჩემი შვილი ამას არ ჭამს, არა და ბავშვი თუ უნდა და ანუ არ აჭმევს. ალტერნატივა მაინც შესთავაზე რომ აი მოდი ესა თუ არა, ეს მაინც ეჭამი შვილი. არა, არ შეიძლება შონჯოს. და მე რა თქმა უნდა უფრო უნდება რომ გავაზრებლად ჭამა ნიშნავს რომ ეს ჭამა მარათან შენი თვალები, შენი ფოკუსი, შენი ტვინი არის გადართული სხვა რაღაცაზე, ან რაღაცას უყურებ, ან რაღაცით ხარ დაკავებული. ამით მე ვერ გზნობ შენ დანაყრებას, ვერ გზნობ შენ ტვინი რომ ჭამ. და მე ანაზე მეტი მოგდის, ან ვერ ჭამს საკმარის. ნახოთ რაშია, ან ვისშია, ან რატოა პრობლემა ეგ, რატო? რატო ხდება ეგრე? იმიტომ რომ კულტი საკვების მიმართ, ანუ საკვები არის ყველგან, საკვები ზოგადად ბიზნესი მაგაზეც არის, რომ აი რო ჩაივლი სადღაც და აი ძალიან კაი სუნია, აი გინდება, შენ რეცეპტორები ირთმება. ან უბრალოდ ის რო არის კიდე რომ რაღაც ადგილები არის დაკავშირებული საჭმელთან, ანუ კინოთეატრში რომ მიდიხარ, უეჭველი პოპკორნი უნდა წაიღო, იმიტომ რომ ხარ როგორ შეიძლება მარტო ფილმს უყურო, უნდა ჭამო რაღაცა ხო კიდე. ანუ ეს არც კარგი, არც ცუდი, ეს არის უბრალოდ სისტემა. სისტემა რომელიც არის წლებია აგებული. ეს ეგ ცუდ ჩვევაში, იმიტომ რომ ჭამ, იდეაში, იმიტომ კი არა რომ აიღო ენერგია, იმიტომ რომ უბრალოდ უყურებ და თან და ჭამ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველა ეგრე აკეთებს. და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ფსიქიკაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭამთ, იმიტომ რომ ვიგრძნოთ შვება, მოიხსნათ სტრესი. იდეაში არ იხსნება მაგით სტრესი, ეგ არის რა ვიცი, წამიერი შეგრძნება როგორც რა ვიცი, როგორც ეწევიან და გონიეს რომ გამიარა ყველაფერმა. ბუნებრივია რომ საკვებისგან ღებულობთან რაღაცნაირად სიამოვნებას ხო, მაგრამ ეს რომ გადადის სისტემატიურად და აი საკვების გარდა რო სხვა მეტი რო ვერსად ვერ ღებულობ შვებას ამ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ცუდია, იმიტომ რომ ესე შენზე აისახება და მე მაგია მიზეზი რატომაც აქვს ადამიანს ჭარბი-წონა. ხო და ეგ იწვევს ზუსტად კვებით აშლილობას, კვებითი აშლილობა არ არის მხოლოდ სისუსტეზე და წონაზე, დაბალი წონა სასწორზე. ეს არის ნეგატიური აზრები საკვების მიმართ და შენი საკუთარი თავის მიმართ. ამ ყველაფრის მერე ამდენი კომბო რო გაქვს პრობლემების და დიეტა რას გეუბნება ამ დროს? იცი რა, ამოიღე შენი რაციონიდან რაღაც პროდუქტი გარკვეული და შენ იქნები ბედნიერი ჯამთელი გამხდარი. მაგაშია პრობლემა, საკვებშია პრობლემა, თორე შენი ჩვევები კი არა, უბრალოდ საკვებია ცუდი. საკვებშია პრობლემა, საკვები გაკონტროლე და იქნება წონას დაიკლებ შენ, რომ ამოიღებ გარკვეულ პროდუქტს. კი, დაიკლებ წონას, იმიტომ რომ შეამცირე კალორიები, შეამცირე ენერგია მიღებული და დახარჯე მეტი ენერგია ვიდრე აიღე. მაგრამ გრძელვადიანად მოხდება ეგეთ რაღაცა. ანუ დიდხანს გაჩერდები მაგ წონაში. გაგიგიათ ხო ალბათ, ვინც იკლებს დიეტებით ორმაგად იმატებენ. რატო? იმიტომ კი არ ხდება ეგრე რომ უნების ყოფოა. იმიტომ რომ შენი ფსიქიკა გიცავს. გრე გიცავს ფსიქიკა შენ. რომ ამდენი რომ აი გამაწვალეო, ახლა ავინასხაურებო. იმიტომ უნდა იმუშაო ჯერ აქა, ტვინში. შეეცვალო შენი მიდგომები და მე უნდა ამოიღო პროდუქტები, არა, რაც გინდა ესკენი მე. თავარია ჯერ აქ. მაგრამ ძნელი ადამიანებისთვის ძნელია რომ გაიგონეს. იმიტომ რომ უნდა სწრაფი შედეგი. მოაგვარონ პრობლემა ეგრევე ისე და მოკლედ გიჩვენებთ ფოტოს ჩამოწერე საკვებიში რომ ყველაფერი არის საჭირო. ყოველი საკვები არის კარგი. რაოდენობა თავარია, რამდენი შეჭამოთ თქო უნდა. შენ თავს კითხვა დაუსვი. რატო გიჩნდება სრული რომ ჭამო ბევრი თორე ერთი შოკოლადი არ მოკლავს, ერთი ჩიფსი არ მოხკლავს. აქვს კვებითი აშლილობა, ძალიან გთხოვთ გადახედეთ თემას ინტუიციურ კვება, იმიტომ რომ მე ამან თავის დროზე ძალიან მიშველა. ანუ ზუსტად ამაზე ვიძახდი ვიდეოებში, როცა ჭამ, იმიტომ რომ ფიზიკურად ხშია და არა ემოციების გამო მოკლედ საინტერესო თემა არაა და შეხედეთ.